მოგესალმებით, ძვირფასო YouTube მაყურებლებო. ეს არის მეოთხე გადაცემა უკვე ვარჯიში ჩემპიონთან. დღეს ჩვენს არხზე მეორედ იქნება უკვე სტუმრად ლუკა სინაძე. ბატონო ლუკა, შეგიძლიათ მოხვიდეთ ჩვენთან. და ლუკა იქნება, მოკლედ დღეს ჩვენი მენტორი. გავუყვებით ბოლომდე ლუკას შეგიძლია აუხსნა მაყურებელს როგორ ვივარჩევთ, რა სპეციფიკა გვექნება დღეს არჩეული და ჩვენს მერე ვესწრებით რომ გამოყვეთ. კი ბატონო. დღეს ვაპირებ რომ გავაკეთოთ ხრის ერთი მოძრაობა, მინდა რომ გავაკეთოთ პრონატორის ვარჯიშიც, მაჯაც ჩავხტოთ თან და ბიცეპსის მინდა რომ გაჩვენოთ რაღაც ჩემებური ვარიანტი. ბიცეპსი ყველა ჩემთვის გადაცემამდეც გეუბნაოდი რომ ბიცეპსი ჩემთვის ძალიან საინტერესოა შენ. იმიტომ რომ ბიცეპსში რამდენი შენი გადაწევაც ვნახე. ყველაზე აღმართონებები პირველი შენი გასვლა იყო გაკრეს ბიცეპსში რომ გააქვავე და ეგ უნდა გვასწავლო როგორ შეიძლება რომ გავაქვავო. თან ლუკას მალე ის თვესტი აქვს. ოლეგი ჟოხთან უწევს შეჯიბრება, გადაწევა და რამოდენიმე კითხვასაც დაგისვა. აი მაგათაც რაიმე ვარჯიშების სქემა ხო არ შეგეცდო მაგ კონკრეტული სპორტსმენისთვის, იმიტომ რომ ნუ რა თქმა უნდა ყველასთვის ინდივიდუალურად ვმზადებით, მაგრამ მაგას ძალიან მყრალი ხელი აქვს და შენი დამოკიდებულება როგორი არის მაგ ყველაფრის მიმართ, როგორ ფორმაში ხარ, როგორ ემზადები და აქედან უკვე შეგვიძლია მე თვითონ ვარჯიშებსაც გადავიდეთ რა. კი ბატონო, მოკლედ მომზადება მიდის ძალიან დისციპლინურ რეჟიმში, რა ვიცი, უმაღლესად ვცდილობ რომ ყველაფერი დავიცვა აქ ძილი, წყובაც, იქ რამე არ გამექცეს და რამე არ დამიგვიანდეს. ყველაფერს მაქსიმალურად ვცდილობ. ეს სპეციფიკას რაც შეეხება ძირითადი აქცენტი მაქვს ხარზე და მაჯაზე, რომ ვფიქრობ რომ მაჯის ამბავში ვფიქრობ რომ ადვილად დავიჭერ. შენახვედრი ვარ 2024 წელს ევროპაზე შევხვდი და მაჯის ამბავში ცუდად არ ვკიდებ ხელს, შემიძლია კარგად მოვიყიდე. კი, ტევანში არა მაქვს პრობლემა, არ ვიჩაგრები და უფრო მეტი ხრის დამატების ხარჯზე ვცდილობ რომ რაღაცები გავაძლიერო და ძალიან ბევრს დავამატე 2 სპარინგი კვირაში. იმიტომ რომ 4 რაუნდიანი გადაწევა მომიწევს. 1 წუთია რაუნდებს შორის შესვენება შეამცირეს რაუნდებს შორის შესვენება და მაგის გამო ყველა ვარჯიშის მერე ვცდილობ რომ არ აქვს მნიშვნელობა ხა ძანძლიერებთან არ ვამოხს. უბრალოდ გამძლეობის ამბავში და კამერების ამბავში ტექნიკური ნაწილებზე ვამუშავებ. კვირაში 2 ჯერ დავამატე სპარინგები მოკლედ. ახალ წესებს ერგები. ახალ წესებს ვერგები კი ბატონო, მაქსიმალურად. მოვირგოთ მაშინ ახალი წესები აქეთ ჩვენს. მოლოდინები როგორი არის? შოხთან რას ვფიქრობ როგორ წავა გადაწევა, ეგეც შეგიძლია რომ აი მე როცა მაგას შევხვდი. ვინც იცის ახლა სპორტში 2 ჯერ წონის დაკლება რაც არის სასწაულია, ვერ ახსნი გლუკოზა ისეთ დაბალ დონეზია მეორედ რო წონას აბარებ, კიდევ ორგანიზმი სხვაგან არის. არანაირი ენერგია არ გშება ხელში, ძალა 50% თუ მიყვება. აი იქიდან გამომდინარე მაქვს ძალიან დიდი ემოცია და ძალიან დიდი სტიმული რომ მაშინ რა ფორმაშიდაც ვიყავი და რომ შევძელი თუნდაც რამოდენიმე ხანით გაჩერება და ჩემ პოზიციაში მოგდება, იმის მიხედვით ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესოა. უკვე გამოცდილი ხარ და ხელიც იცი. აი ეგ ძალიან საინტერესოა და განსხვავებული მატჩი ვექნება, მე დარწმუნებული ვარ იმისგან და ხო ეგ რო გაქვს გამოცდილებაში რომ ეგეთ რაღაც მეორე წონა დაკლებულზე გაუზარიანდი ასევე დაიჭირე პოზიციაში, ახლა ხო უფრო დიდი შანსია რომ კარგი მატჩი ვიხილოთ და მე ვფიქრობ რომ ძალიან საინტერესო გადაწევა იქნება. უკვე დღეს ჩემპიონის მენტალიტეტიც გაქვს, იმიტომ რომ იმის მერე ერთ-ერთი საუკეთესო ხარ მარცხენა ახლავში და მომარცხე. თან იცი რომ ის შოხი აღარ არის რაღაც ხელშეუხებელი რო იყო და ვერავინ ვერაფერს ვერ უკეთებდა, ხო, ისე აღარ არის, ყველაფერი შეიცვალა ახლა და წარმატებები მოკლედ. კითხვები შიგადაში კიდევ გვექნება გადაცემის განმავლობაში, მაგრამ ახლა მოდი დავიწყოთ ბარემ, გახურებით დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ეგეც გაჩვენე, საინტერესოა რაღაც თითოეული სპორტსმენი როგორ ხურდება, იმიტომ რომ განსხვავდება რა ყველა შემთხვევაში. დავიწყოთ და გამოყვებით. მაჯები ყველა პოზიციაში ვცდილობ რომ მაჯის ძალიან სუსტი ადგილები არის, ქვედა მხარე, ზედა მხარე, ძალიან უფრთხილები ამ ადგილს, იმიტომ რომ მქონდა უკვე ტრავმები და კი, მაგის გამოცდილებას რომ მიყო. ხო იცი სანამ არ იტკენ, მანამდე არ აქცევ ყურადღებას და რო იტკენ, მე უკვე სხვანაირად ვფიქრდები, სხვანაირად უყურებ ყველაფერს. კი, გამოცდილება გაძლოს მაგას. კი ბატონო, მაჯის შემდეგ ძალიან აუცილებელი არის სახსრები. სახსრს ვახურებ ძალიან მაგრად. ვცდილობ რომ სისხლი შევიყვანო და სახსის მაჯის ამ სახსრს ვახურებ ჯერ მარტივი მოძრაობით, მე რა ზედა მხარზედაც გადავდივარ.
ამის შემდეგ ზედა სახსარს ვახურებ. ზედა მხარეს. სურვიდა თუ გადმოტანილი ხო. ძალიან ბევრი გახურება მაქვს. სურვაზე ძალიან დიდი დატვირთვა ვაძლევთ მხრებს. მხარზე მოდის ძალიან დიდი დატვირთვა და მხრის გახურების ამბავში ძალიან რაღაცები მეხმარება იმ სპორტიდან. ტრიცეპსის და მხრის გახურებაზე ძალიან მეხმარება. ზოგადად მაგარია რომ შეგიძლია რომ სხვა სპორტის რაღაც პლუსები გამოიყენო აქეთაც. კი ბატონო. ფონოსობაში კიდე ვიღარ. აი უთმობ ძალიან დიდ დროს დაახლოებით 20 წუთზე მე 20-25 წუთს ვძებ გახურებას, იმიტომ რომ ხრის პრობლემას მქონია. ნაწილობრივი დაზიანება მაქვს მხარზე, მქონდა დაზიანება მხარზე და ანუ ასეთი ტრავმები რაც მქონდა, ისე ყურადღებას უთმობ ეხლა გახურებას, რომ კიდე ტრავმა არ მივიღო. რა ვიცი, ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანია რომ კუნთი იმ დონეზე მიიყვანო და იმ კონდიციაზე მიიყვანო, რომ დატვირთვას გაუძლოს. ხანდახან ისეთ ხასიათზე ხარ, რომ გინდა რომ მალ-მალე წონააწიო. გინდა ანუ ენერგია რო გაწვევა და სტიმულზე ხარ. მაგ დროს ძალიან რისკია რომ დიდი ტრავმა მიიღო. ამიტომ ძალიან სანებისყოფოა და ძალიან ისეთია, მაგრამ ხო, ძირითადად ეზარებათ ხოლმე რა, რაღაც დიდი ხანი ვარ გახურებისთვის დათმობა და. კი ბატონო. მეც ვფიქრობ რომ არასწორია ეგ. კი ბატონო. აი, გადმოვედით crossover-ზე. კი ბატონო. და როგორ ვახურებ და რას ვახურებ? მოკლედ ვახურებ ისე მხარს, მიდევს საჩვენებელი თითის გასწრივ რომ დამაწვეს ძალა რა, ანუ პრონატორზე რომ მაწვებოდეს, ოღონდ საჩვენებელი თითიდან. ხო. ისე მიჭირავს ხელში. ზედა ორი თითი რომ მოკიდო მარტო შათვალე, ქვედა თითი პროსტა გიდოს რა, რო არ დააწვევი ძალას. შუა მხრიდან ხარი ახლოს ხელთან, სახსართან და მარტივი მოძრაობას აკეთებ ხართან ერთად. გვერდზე გაშლი სახსარს ერთად გააყოლებ და ახურებს ზედა ნაწილს მხართან. გადამის ადგილს ახურებს ძალიან მაგრად. ანუ ძალიან დიდ დროს ვთქვამთ რეალურად რომ ხარი კარგად იყოს ხარი უნდა გახურდეს აუცილებლად კარგად, იმიტომ რომ ძირითადად რა ვარჯიშსაც ვაკეთებ, მაჯიდან დაწყებული ყველაფერზე დატვირთვა მომდის ხარზე. ყველაფრის მხრიდან ვაკეთებ, ყველა ვარჯიშს ვაკეთებ ხრის არედან. ოკეი. ერთი და ამასთან ერთად დაფამფულის წინამარის ბაკავიქსაც ვაყოლებ მაჯასთან ერთად, ახლოს ხელთან და ბაკავიქთან ვახურებ. და ამას რამდენ გამეორებას აკეთებ? გამეორებას არ ვიფლოს, სანამ ხელი არ დამე. უბრალოდ შენ ვზნობ რომ გახურდა და მე რჩევ. ოკეი. ეს ახლა საკმარისია შენთვის მესამე მოძრაობაა და ანუ მაშინ კი ბატონო, ძალიან მაგარი. აი მხარს ვაკეთებ ხოლმე აი ამ. კი ბატონო. ზედა ნაწილში, აი აქ, თუ ეს პროვინციაში. კი, გახურების ვარიანტში, როცა მხარზე მაქვს ძირითადად კონკრეტიკა, ყველაზე მეტი ძალა ადგება გარე ნაწილს, მხრის სახსარში მისაბმელი ადგილის ადგება ყველაზე მეტი დიდი ძალა და ვცდილობ რომ მაქსიმალურად ეს ადგილი დავიჭირო. იდაყვი მომაქვს რაც შეიძლება ტანთან ახლოს და გაშალე ხელი ვცდილობ რომ მაქსიმალური დაწოლა წამოვიდეს ამ თითზე, ანუ საჩვენებელი თითის პრონატორზე. ქვედა თითქმის არც უნდა გეჭიროს, ზედა თითით უნდა დაიჭირო მარტო. დაახლოებით ქვედა თითი პროსტა ფორმალურად გიდევს. ესე დავიჭირო. არა, დაადე ხელი კი, პროსტა ფორმალურად. კონცენტრაცია მაქვს თელი ეს გაშვებული. კონცენტრაცია უნდა იყოს ზედა მხრიდან, ზედა მხარესთან ერთად. გამოვაყოლებ სახსარსაც ოდნავ და ხელის მოძრაობით შიგნით შემოგავს. კი ბატონო. ძალიან დიდი მოძრაობა არ არის საჭირო აქ. უბრალოდ ძირითადი აქცენტი კონდეს აქ. წამოვა ყველაზე მეტი დატვირთვა აქ ახლა. ყველაზე მეტი დატვირთვა აქ იგრძნობა. გადამის ადგილზე. ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ძალიან ნელა გააკეთო და ძალიან ბევრი გამეორება, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტი სისხლი შევიდეს. იცი ზაწვა, ეხლა რო გაითიშა ხელი უკვე გარეთ გადის. იცი ზაწვა და აქ წონა ისეთი წონა უნდა იყოს, არც მძიმე უნდა იყოს, მაგრამ უნდა გრძნობდე რა, ანუ საშუალო მსუბუქი წონა. ზუსტად აი წამომივიდა და ეხლა მე ეს რო ტრამირებული მაქვს ამ ნაწილშიც ვიგრძენი, კი ბატონო. ამის დატვირთვა ვიგრძენი სრულად აქ და ცერში წამოიღო კარგი. კი. ამის მერე ეგრევე როგორც სანამ დავდებ, ბაკავიქსაც ვაყოლებ, რომ რაც შეიძლება მეტი სისხლი იყოს ხელში. ბაკავიქს ვაყოლებ ახლოს ხელთან. რა ვიცი, აქედან თუ ჩანს კარგად. ბაკავიკი რა შეიძლება ახლოს და კი. ზედა სივრცეში წამოიღო, ხონ ბოლოში რომ წამოხვალ, მაჯა მოვაყოლე, მაჯა მოხალ. კი ბატონო, უფრო უკან, აი ეს. აი ესე მთლიანი ბაკავიკი ტრიცეპსის მხარე უკნიდან გახურდება. ძალიან კაი.
რაც მინთხრა აი ყველაფერი ყველგან გახურებული მაქვს. ეგ ამნიშნავია. კი. კი ბატონო. ოდნავ გვერდიდან თუ დაუდგები უკეთესია. კი ბატონო. ცოტა მაჯა მოხარე და ოდნავ ზემოდან. აი ეგ. აი ეგ. აქ შეიძლება უკან გაიტანე და მაჯა მიაყოლე ბოლოში. როგორც აი ზუსტად. აი უკანა მხარე დელტა რო ჩააგდო. მაღლა გასწორდე, წელში გასწორდე და აი აქედან წამოიღო მაჯა მოხარე ხა. აი ეგრე გამოიტანე. აი ეგრე ზუსტად. კიდე მეტი მაჯა მოხარე. აი ეგ. ნუ აი კომპლექსში გდება მაჯა. კი ბატონო. აქ რამდენი სულსაკეთებ? ძალიან ბევრ გამეორებას რო ვაკეთებ, 3 სულა საკმარისია. იმდენი სისხლი იტყობება ხელში, რომ აწვის დონეზეა, ანუ ტკივა. ნუ კარგი ტკივილს ვამბობ, რა სისხლი იმდენად გაწევა წერტილებში, რომ თითქმის ტკივილს იწვევს რა, ისეთი გახურება. ამ დონეზე რომ მიხვალ, რამოდენიმე წუთი შეასვენებ ხელს, რომ უბრალოდ ტკივილმა გაიაროს ხელში და უკვე მზად ახარ ყველა ტოჩკა რაც არსებობს ხელზე, ტოჩკა ბოდიში ზარგონისთვის, ყველა წერტილი რაც არსებობს ხელზე ყველაფერი გახურებულია. კომპლექსურად არის ხელი გახურებული. ანუ სხვა ადგილზე ვერაფერი ვერ დაგაწევა ვარჯიშზე, რომ ან მომზადებული არ კონდეს, ან გახურებული არ კონდეს და ტრავმა მიიღო რა. აქედან ესე იგი გადავიდეთ უკვე მაჯის ვარჯიშს. მოკლედ, პირველი ვიწყებ მაჯის ვარჯიშს, განსაკუთრებით ჯოხისთვის რომ ემზადები ეხა და რატო ავხსნი მაგას. მაჯას ყველა ვისაც ვისწორ, ეხა ყველა აკეთებს უმეტესად ბოლოს რა. ანუ ვარჯიშს რომ მორჩება, მაჯას ყველა აკეთებს ბოლოს და ერთი ვარჯიში რო გავაკეთებ, მაგალითად 10 გამეორებას ან 11 გამეორებას, მეორე ვარჯიშზე მინდა რომ სხვა რაღაცას გავაკეთო, ანუ მარტო განტელი არ ყოფნის. სხვა ვარჯიშზე რო გადავდივარ განტელის შემდეგ, მე აღარ მყოფნის გამძლეობა, ხელში იმდენად დაღლილი, ანუ მარჯის კულტი პატარა ადგილია და ბევრ დატვირთვას უძლებს. მაგრამ ორ ვარჯიშს ერთად ვეღარ, ანუ გათიშული გაქვს ვეღარ გზნობ იმ კუთხეებს. ამიტომ შევცვალე ესეთი რაღაცა, რომ პირველ რიგში ვიწყებ ისეთი მაჯით, რომელიც დიდ დატვირთვას აყენებს, უბრალოდ ყესებს და კუნთზე უბრალოდ ფამპი აქვს რა, ანუ ძალას კი არ მოგიყვანს, მაგრამ კონკრეტულ მოძრაობაში გეხმარება. პირველი ამით ვიწყებ და სანამ მეორე მაჯა მომიწევს, სხვა ვარჯიშები მაქვს ჩასმული, იქამდე უკვე დასვენებული, ანუ სხვა რამეზე არ უშლის ხელს და იქამდე ისვენებს უკვე ფრეშია ხელი. ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ მაშინ. კი, ნუ მოკლედ პირველი ვარჯიში დავიწყოთ მაჯის ვარჯიშით. კუთხე დაახლოებით უნდა გაწევოდეს როგორც მაგიდაზე ხელის გადაწევის დროს ვყავართ ხართან ერთად დაახლოებით იმიტაციას ვქნით მაგისას, კი ბატონო. დავახვიოთ და ნუ რას აკეთებს ახლა ჩემი აზრით 80% მოყვარულები რა შეცდომას რას აკეთებენ. ყველა ცდილობს რომ მაჯაზე კონცენტრაცია გადაიტანოს ქვედა 3 თითზე. ქვედა 3 თითიდან ცდილობენ რომ მოხარონ განტელი ისა სახელო კი ბატონო და ზედა თითებს ტოვებენ სულ ჰაერში. არა და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. როცა ბიცეპსისტი განსაკუთრებით ზედამწეველთან წევს, ყოველთვის საჭიროა ზედა 2 თითი რა. ზედა 2 თითი ყველაზე რთულად გასავითარებელია, ყველაზე რთულად საგრძნობია და ყველაზე, არ ვიცი, ყველაზე საჭიროა ზედამწეველი, რომ კარგად მოახვიო, ზედა 2 თითი არის ძალიან საჭირო. და როგორ ვაკეთებ ახლა ამ ზედა 2 თითის ვარჯიშს? კიდევ ხელს ქვედა თითიდან მაღლა, ცერს წევ მაღლა. ანუ ასე რომ დავადო ცერი და ღრმად მოვკიდო, ზედა 2 თითს მაგარგინებს. ცოტა ზედა თითს მაღლა ვიკიდებ. ან დატვირთვა რომ გაუზარდოთ ზედა. დატვირთვა დავუწარდოთ ზედა მხარეს და ამ დროს როცა ჩემი თითი ზედა მხარეს მიჭირავს, ჩემი ზედა მაჯა აწეულია. ანუ ზედა მაჯას არ მიგდებს ნაბლად. რო ჩამომაქვს ზედა მაჯაზე კონკრეტიკა მაქვს ზუსტად უყურებ ზედა მაჯას და ვაკეთებ მარტივ მოძრაობას ზედა თითებიდან. ზედა თითში ხრი მოძრაობას სუნთლიანად. ხრის გარეშე ყველაფრის გარეშე მხოლოდ მაჯას ვახურებ. ანუ ერთ პოზიციაში გაქვს ხელი. ერთ პოზიციაში მაქვს ხელი. დინამიური არა. ზოგი აკეთებს ხართან ერთად. გასაგებია ძალიან მძიმე წონაზე შეიძლება მიახმაროს ცოტა მხარით, მაგრამ ეს ეგოლიფტინგი და მსგავსი რაღაცა ქვედა თითებიდან ჩამოკაჩვა, ეს არაფერს შედეგს არ მოგცემს. განსაკუთრებით ამ მოძრაობაში, კი ბატონო. თუ დაჟე ჩემი აზრით გარეთ მხრიდან დადგები და საერთოდ შიგნით არ დაატა მხარს ძალას, ძალიან დიდი დატვირთვა მოდის მაჯაზე, მხოლოდ მაჯის დატვირთვა მოდის, კი ბატონო. რამოდენიმე 15-20 გამეორება რო გააკეთო, ხელი ემზადება უკვე სხვანაირად ხურდება. აი ნახე მე მაგალითად ეხლა მე პირიქით ესენი მაგ დასუსტებული ზედა თითები უფრო დასმული, მაგრამ ეხლა არა, მე იმას არ ვამბობ, რომ ქვედა თითებს არ გზნობ.
ქვედა თითებზე ძალიან დიდი დატვირთვა მოდის, უბრალოდ ზედა მაჯის და ზედა ორი თითის კონტროლი გაქვს ძალიან განსაკუთრებულად ტვინში, თორე ქვედა თითებს ძალიან მაგრად. არა, სულად გეთანხმები. უბრალოდ ჩემ ვარიაციას გიობები ხა. მე რო აი ხო მაგათ აი მას ვაკეთებ ხოლმე, ანუ პირველ რიგში ზედა იმებს ხო ვაფიქსირებ. რა ოდნავ ვცდილობ რომ განზედავო. კი ბატონო. და აი აქედან უფრო აი სივრცეში კი ბატონო. აი ხო. კი ბატონო, კი ბატონო, კი ბატონო. აი შენ ხა მოკლე ხელი რო გაქვს. მე ჩემი აზრით მე მირჩევნია რომ იდაყვი წინ დავდო. ზედამაჯა მაღლა ავწიო და ცოტა პრონატორში გამოვიდე. კი ბატონო, აქედან რომ მოძრაობა გავაკეთო. ამ თიც მაღლა ამოუწევდი. ასე გვერდიდან მივიდე ესეთი. აი ეს, აი ეს. აი აქ. კი ბატონო. კი ბატონო, კი ბატონო. ეხა მოდის. გარე აი ამ დაზე მოდის და ო არა. მაგრამ ქვედა თითებს არ კარგავ. სრულიად გეთანხმები წაღარას თქვი რა მაგაში რომ ბიცეპს სისტემის უმრავლესობა უფრო ფიქრობ რადგანაც მოხრა ხდება აქედან ცირთად ყურადღებას ამ თითებზე ამახვილებენ ქვედა თითებზე. კი ბატონო და ეგეთ შემთხვევაში ყურადღებას ზედა კი, ეგეთ შემთხვევაში დარჩები ძვალზე 1000%-იანი, იმიტომ რომ შენი პრონატორი გადატრიალდება, დარჩები ძვალზე და ტრამვის რისკი ძალიან დიდია, ძალის გამოყენება მეტის გიწევს და ყველაფერი. აი, ოდნავ ვიდაყვი წინ რო დადო, ესე ზედამაჯა უფრო მაღლა იწევს და აქედან მოძრაობა გავაკეთებ. მე თან მოკლედ ხელი რომ აქვს. და არ გინდა თითები, ზედა თითები ბევრად უფრო ფუნქციური მჭირდებოდა გადაწევაში და რა თქმა უნდა. ყოველთვის ვცდილობდი რომ ანუ ისე გამეჭიმა, თან ზედამაჯა სტატიკურში მდგომოდა და სუფთა მაწასულიყო და შეიძლება განაწევი და შეჯიბრებში ზუსტად მაგალითად დავსვლა. კი ბატონო. ეს თითები შედარებით მარტივია. კი, აი ეს თითები ისეთი ფუნქციურია და იმდენად გრძნობიარეა, ანუ ყველა ასპექტში მოაძლიერებ ამ თითს და ზედა ორი თითის დაჭერა განსაკუთრებით კლავჯში და ზედა ორი თითიდან მოხრა არის სხვა დონე და პროფესიონალური და რთული გზაა ძალიან. აი აქ ზედა იმეები კაი რა. მაგრამ აი ამ სივრცეებისთვის აი ამ სივრცეებზე ის არ არის ეს ახლა ბოლო პერიოდში დაიწყე რაც შორხისთვის მომზადება დაიწყე თუ მანამდეც აკეთებდი ხოლმე მას? მაჯის ვარჯიშებს? აი თუნდაც ამას ამ ორთის კონცენტრაცია. არა, კონცენტრაცია მარცხენა ხელში ყველა თითში მაქვს გრძნობა, ანუ ქვედა თითებიდან არ შეუძლია მოუხარო შეჯიბზე, ზედა თითებიდან არ შემიძლია დავახვილო შუა თითებიდან შემიძლია მარცხენა ხელში მაჯას ძალიან ყველა ასპექტში გრძნობ რა. ანუ გრძნობა შემიძლია ყველა ასპექტში მქონდეს და ზედა თითებზე დატვირთვა იმიტომ აქვს განსაკუთრებულად გამახვილებული რომ ქვედა თითები რა მოძრაობას არ უნდა გაკეთო. თუნდაც ეს რო გაგეთიშოს ახლა ხელი, ანუ მაინც ქვედა თითები მუშაობს, მიხდი? ზედა თითები რო გაგეთიშება, მაინც ქვედა თითებზე მუშაობ. ქვედა თითი ყველა ვარიანტში იტვირთება. ანუ განამოაჯის რო ვაკეთებ, ქვედა თითი არ იტვირთება, ძალიან მაგრად იტვირთება. უბრალოდ ზედა თითი იმდენად უხერხულია და იმდენად რთული მისადგომია, რომ მაინც კონცენტრაცია იმაზე მაქვს გაკეთებული. ხელოვნურად უნდა შექმნა ეს. კი ბატონო. გასაგები. ანუ იმიტომ რომ ვიკითხე რომ ჟოხთან რეალურად ეგ გჭირდება რა, იმიტომ რომ იმდენად არაკომფორტული ხელი აქვს. რომ ზედა თითების დაჭერა რთულია რა და მაგით ალბათ დაგეხმარებათ ხო უფრო. კი ბატონო. დღეს ბიცეპსზე მექნება კაროში კონკრეტულად. ხო რა. ზედას ვარჯიშებს საერთოდ არ გავაკეთე. შენ გათიშეთ დააპაუზეთ. მოდი მართლა მე ვარ გითხარი ძალიან. ეგრე კარგი. ეგრე ზედა კორპუსი. აპლიკაცია არ დაგავიწყდეს რომელუნებები რა მუსიკები. აპლიკაცია არ არის, საიტზე არის YouTube-ისა. მოკლედ, ერთი მხარი გავაკეთეთ, რომელსაც არ ვაჩვენებთ, იმიტომ რომ ძალიან ესეთი სპეციფიკურია და კომპლექსურია. ხა გავაკეთოთ გაზიარება არ გინდა, არამედ რთული. ხო. კი და დამწყებებმა რომ რამე ტრავმა არ აიღო, მაგრამ კი იქით სუდი არ გავუკეთოთ, მაგით. ამ ვიდეოთი ეხა დღეს ჩემ მხარეს რაც დაიდება, მინდა რომ დამწყებ სპორტსმენებს მივცე მიმართულება რა ზუსტად, იმიტომ რომ ჩემთვის მე რო დავიწყე სპორტი ყველა ვიდეოს ვეძებდი YouTube-ზე რომ რაღაც ახალი მესწავლა და ვცდილობდი ვინმეს რამე ეთქვა და რამე სიტყვა დასცენოდა და დღეს ჩემი უფრო მიზანი ის არის რომ მინდა რომ ავხსნა რა არის რეალურად და რისთვის არის და რატო არის მნიშვნელოვანი. ხო, აი თუნდაც წეგანას ახსენი რომ ზედა მხარეს იმიტომ ვაქცევ ყურადღებას რომ რაღაც სხვა ვარჯიშებიც არ იტვირთება და ქვედა იტვირთება. ეგეც ისეთ მიგნებაა რა, რომელიც დამწყებებს არ აქვს. კი ბატონო. ნუ მოკლედ ეხა ავხსნათ ხრის ვარიაცია, ესეთი ხრის ვარიაცია. ნუ დაახლოებით ხელის სისტორეზე
ტროსი რა წამოვიდა სწორი ხელის სისტოეზე. და რას ვაკეთებთ ახლა? აწეული ზედამაჯა, არავითარი დავარდნილი ზედამაჯა, არავითარი ასეთი მოძრაობები. მაჯას არ ხვდით. რა შეიძლება შევდივართ ბიცეპსის მდგომარეობაში, ხელი ახლოს მხარე შემოტანილი, აწეული ზედამაჯა და ვაკეთებთ მხოლოდ მხრის მოძრაობას. შემოგვაქვს ზედა მხრით და მხართან. ასეთ მოძრაობას ვაკეთებთ. ამის მერე ცოტა მძიმე წონას რო დავაყენებთ, შეგვიძლია მხრის მოძრაობას ჩავრთოთ. ნუ ცოტა მძიმე წონას. კი, რა თქმა უნდა. ანუ როტაცია წელის მხრიდან, არავითარი ხელის დამატებით კუნთებს არ ვამატებთ. მხოლოდ წელის მხრიდან. ვაკეთებთ ასეთ მოძრაობებს, შეგვიძლია დავამატოთ. ეს ყველაფერი უნდა მოვიდეს პირამიდა. ანუ აქაც წამყვანი არის ზედა. აქაც წამყვანია ზედა კუთხეები. ოკეი, იგივე მე რა შემედე. მაგიდა არის ცოტა ისეთი არასტანდარტული, ცოტა დაბალია ჩემთვის და ვერ ვერგები ზუსტად, მაგრამ ჩემ მისახვედს ალბათ კარგად ხსნა. შეხედე? აი აქედან რომ წამოვიდეს და ზედა კუთხეში მოიტანო. შეხედე? ზუსტად ამ ადგილში წავს კუნთს. კიდე გამოატრიალებ მონიტორი, არ მოხარო? ეგ. აი ძალიან მაჯას არ ხვდეთ. მაჯას არ ხრე. ბევრს რო გააკეთებ, ისე აგიწევს და ისე გეტკინება მხარე. აი შენ თვითონ იხდე. ამას მაღალ წონაზე ვერ გააკეთებ ფიზიკურად. ანუ სამუშაო წონები უნდა გააკეთო. ისეთი წონა არაა საჭირო, რომ ერთი გამეორება გააკეთო და არა. ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი ქონდეს კუთხეზე. კუთხე არ უნდა დაკარგო. აი ხო აგიწვა ეხა. ხო რა გააკეთე? და მნიშვნელოვანია, რომ აი საწყის პოზიციაში დავუდგე და იქიდან გააკეთო რა. კი ბატონო. წონას რო დაუმატებ, ძალიან მძიმე რო იქნება, ესე ვერ წამოიღებ. მე შეგიძლია ცოტა მხრის როტაცია, ანუ წელის როტაცია დაამატო. აია. საინტერესოა. კარგად. კი. ეს ეხა ძალიან ისეთი წონაა, მაგრამ საჩვენებლად შეხედე. უფრო მეტი მხარე, აქედან მხრიდან ხელი მინდა რომ ამიწიო უფრო მაღლა. ზედა მაჯი, ეგ. გამოვიდეს ეგეთი ფაქტი, კი ბატონო. ეგ. აი ასე. კი ბატონო. posting როგორ არის ინგლისურად? posting ანუ საწყის მდგომარეობაში. პოზიციის აღება საწყის მდგომარეობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს გეხმარება. აი ესე გაეთიშა ეხლა ხარი ამას რომ კი ბატონო. ძალიან სპეციფიური ვარჯიშია. უნდა დააკვირდეთ რომ ძირითადი დატვირთვა წამოვიდეს მხრის არეში. არავითარი მკერდის არე და არავითარი ბიცეპსის მხარე და ტრიცეპსის მხარე. ყველაზე მეტი დატვირთვა უნდა წამოვიდეს მხრის მხარეზე. რომ აღების წერტილში ეს მოძრაობა გავაკეთოთ ბიცეპსისთან. აი ამაზე ეს ეხმარება ყველაზე მნიშვნელოვანია. ზოგადად ყველა ვარჯიში ვფიქრობ რომ ასე უნდა იყოს, რომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რასაც ვაკეთებ, გზნობ თუ არა იმ კუნთში რა, იმიტომ რომ ეგრეთ თუ არა ესე გარასწორად აკეთებ. კი ბატონო. ესეთ ვარჯიშებში კიდე მით უმეტეს, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკური და რაღაც პრიმანებზეა. ერთი არის რომ ასე კუნთზე მუშაობის დროს ეხა მარტივია რაღაცა რომ რა თქმა უნდა. პირდაპირ იგრძნობა ძემჟავა საითმიდის რაღაცა რომელშიც სისხლი შევიდა და იგრძნობა და ეხა კლავჭიდის ვარჯიშები მაგიტორის ბევრად სპეციფიური და რთული რომ ანუ ყესზე მუშაობდა ყესის კონკრეტული სივრცეების დარტყმა გჭირდება და აი ხა როგორც ბილდინგში არის მაგალითად ხა ერთ სივრცეზე ვამუშავებ ეგრე უნდა დასვა კლავჭიძე კუთხე სახსარი შეკრა პირამიდა იუი და მაქედან ამუშავებ ეგ ძალიან სპეციფიკური ასახსნელადაც ძალიან ისეთია ანუ რაც არ უნდა ხსნა მაგრამ პრაქტიკაში ამას რამოდენიმე დღე არ დაუთმო და ბიომექანიკას არ შეისწავლი პირველ რიგში ძალიან რთულია რომ ეგრე დაიწყო. კიდე ერთი პატარა რჩევასავით მინდა რომ გავაკეთო. რას უყურებ ახალ ბავშვებს და რა არ მომწონს თან მით უმეტეს ვინც არ ვარჯიშობს ტრენერთან ერთად. მოკლედ ვიდეოში რო ჩანს Instagram რილებზე და მსგავს ადგილებზე რომ ხალხი აკეთებს 50 კილოს, 70 კილოს და ასეთ წონებს, ყველა ცდილობს რომ აწიოს ეს წონები ძალიან სასწრაფოდ და ძალიან მალე. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა და პირადად მეც ასეთი გამოვიარე და მეც ეს შეცდომები მაქვს დაშვებული და ავხსნი ხარ რატო. წესი, როდესაც არ არის შემზადებული მსგავსი დატვირთვისთვის და კუნთი მოყვება, კი გასაგებია ძლიერი ხარ და შეგიძლია რომ აწიო ეს წონა, მაგრამ წესი როცა შემზადებული არ არის ამისთვის. არის ძალიან დიდი რისკი რომ დაუმუშავებელი წესი ადვილად დაიტვირთოს. სწრაფად გაძლიერება სპორტში არის ძალიან ცუდი. ძალიან ბევრ ტრავმას მიიღებ. ძალიან ძიმე ტრავმებს მიიღებ და ამას ვერ გადაურჩებით თუ მალე განვითარდები. ყველაფერი უნდა მიყვე ისეთ მდგომარეობამდე და ისეთ კონდიციაზე უნდა მიიყვანო შენი მყესები ჯერ დაბალი წონებით და სწორი ვარჯიშებით, რომ მყესმა დატვირთვას გაუძლოს. კუნთის
ძალა ძალიან ბევრად მარტივად მოდის. მარტივი გასაკეთებელია. ბიცეპსი დადგები, დღეს 30-ზე გააკეთებ, ხვალ მომუმატებ 35-ზე გააკეთებ, იმხელა ძალა წამოვა მხოლოდ ბიცეპსით. მაგას ყესი ვერ გაუძლებს. ყესი მასე არ ვითარდება. ყესში ძალიან ცოტა სისხლი მოძრაობს და ძალიან სწორად ვითარდება. 3% შედის სისხლის ყესში. მაგით ვაი აღსადგენა და ძალიან რთული და ცოტაც ისეთი. არ იჩქაროთ სპორტში, მით უმეტეს კლავჭიდი ის სპორტია, რომ სწრაფ შედეგზე არ უნდა ქონდეს კონცენტრაცია. და ego lifting-ს უნდა დავანებოთ აუცილებლად თავი თუ გინდა რომ სპორტში რაღაცას მივახციოთ. არ არსებობს გრძელვადიან პერსპექტივაში. კი. კი, ვიდეოში ვინც რას აკეთებს, ახლა 50 კილოს რო აკეთებს, იმას ისე აქვს დამუშავებული მყესი და იმდენი ხანი აქვს ნავარჯიშები, რომ იმის მყესი მაგას უძლებს, ანუ პრობლემა არ აქვს, მაგრამ დამწყები ბავშვი რომ ამ ხელა წონას აკეთებს. სტილობს რომ დაეციოს პირდაპირ წონას. კი, არის ძალიან დიდი შეცდომა რა. და ერთი ეგ არის რომ რაც არ უნდა იმ ადამიანის წონები აწიოთ. ის ადამიანი პირდაპირ ვთქვა, ხელს მაინც ვერ გადაუწევთ მარტივად, იმიტომ რომ ძიმე წონები არ გასაზრდოს კლავჭიში. არაფერს არ გასაზრდოს. არაფერს. რეალურად კი არის, რაც უფრო მძიმე სააკეთებ, უფრო მყესიც, უფრო ძლიერე რამე რომ, მაგრამ როგორც ეს პროფესიონალურად კლავჭიში, ეგ დიდ შედეგს არ იძლევა რა. მაგიტო ამა ფხრის ვარჯიში უნდა იყოს ზუსტად კონკრეტული. კონკრეტულ ადგილზე უნდა მუშაობ და კუთხის დაჭერაზე და კუთხის მოძლიერებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. სხვა შემთხვევაში სპორტსმენი არ ძლიერდება. კეთილი ლუკა. მოკლედ ბიცეპსის ვარჯიშს გაცვენებთ ჩემი ვერსიას. ერთი ეს მინდა რომ გაჩვენოთ, ერთს კიდე სხვას გაჩვენებთ და კი ბატონო, მოკლედ რა ხდება ახლა ასეთ ვარჯიშს ვაკეთებთ გომში რა, ძირითადად შტანგით 140 კილოებს და 150 კილოებს წელის ვარჯიშებს არ ვაკეთებ. ანუ ძირითადად მაქვს კონკრეტიკა კუთხეზე. კუთხეს ვამუშავებ. ნუ როგორ ვთქვი ხა რომ გავაკეთე. გაწეული მარჯვენა ფეხით, ასე უკან ცოტა, გაშლილი ხელი მდგომარეობაში, ასე არაფერი განსხვავებული. შეხედეთ. ადგილზე მომაქვს და მაჯას პრონატორის ხრიდან ზედა ორი თითიდან ვაყოლებ. ანუ არა ქვედა მხრიდან ვაყოლებ და ზედა თითი მეშვა. მხოლოდ ზედა თითებში მიჭირავს მაჯა ქვედა მხარეს. უშლით ნელა და კუთხეში ვაგეთ. ანუ მაჯა მუდმივად მოხრილი. მაჯა იშლება და ქვემოდან და დამოდის ოღონდ ზედა მხარეს. ქვევიდან ამოწევისთვის. კი. ძირითადად დატვირთა პირამიდის გარე კუთხით. პირამიდის გარე კუთხით. ანუ ჩაშლასაც შენივე კი, ჩაშლასაც კი. თავისუფლად არ უშვებ. თავისუფლად არ უშვებ. რო დაიღლება, შეგიძლია შეიტანო ფეხი და მოკლე მოძრაობა მხართან ერთად. 1 2 3 მოძრაობა გაიგეთ. ამას რო ძიმეცი ვერს გააკეთე. ადრე თუ გია შესაძლებელია, მაგრამ მხარეს აი შედარების პონჩი რა ეხლა სხვა რაც წეგან აღნიშნე რა ego lifting რაცა არა, ძირს დავდებ, ძირს ერთი ფეხი, მეორე ფეხი უკან, წელი ჩაგდებული, ხელთან შეხედე გასწოდი, წინ უყურე, აი ეს. წავიდა აქედან, წამოვიდა ახლოს, შეხედე. ანუ ხელი ტანთან ერთად გააყოლე და თან ამასვლის ან უნდა გაასწორო ამასვლის. არა, შეხედე. შემოატრიალე აქედან გაასწორე, წამოყევი ტანს ხელით მხარს დააჭიმენე. შეხედე, აი აქ უნდა იქნო დატვირთვა სულ. მხართან ერთად წამოვიდა. აი ეგრე. მხარის სულ დაჭიმული აქ. დაახლოებით კარგია. ანუ მაჯას დინამიკაშია. მაჯას დინამიკაშია, გაშლას დინამიკაშია. მე თვითონ აი ამას როცა ვაკეთებ, აი ჩემ ვერსიას გაჩვენებ, ნახე. ხარს ყოველთვის პირიქით ვცდილობ რომ გავთიშო. ხო. აი გადასვლა. და კუნცე გაგზავნა და კი. აი აქამა სუფთა ბიცეპს რო დააწესა. ასე რა. კი. ეგ უფრო კუნთის. და ასეთ სპეციფიკებში ვარ, მაგით უფრო მიჭირს. კი. გადმორთვა და რამოდენიმე კუნთით ერთი და იგივეს. რა თქმა უნდა. მე ძირითადად ყველა ვარჯიშზე მხარი, მაჯა, ყველაფერში მხარს გუზნობ და ყველაფერზე მხარზე მაქვს აქცენტი. შეხედე გაასწორე, ხელი გამოვაყოლე, ტანთან ერთად ჩაყევი ხელს, რომ მხარი არ დაკარგო. მიხვდი? ანუ ტანს იმიტომ მივყვები ძირს, რომ მხარი დაჭიმული მაქვს. აი ეგ. არ ვამოყვები, კარგად ამოვაყოლე მხარი. აი ეგ. უფრო მეტი გაშალე ხელი, ბოლომდე გაშალე. ბოლომდე გავშალო ხელი? მე პირიქით. მე ესე ვარ მიჩვეული, რომ კი ბატონო. კიდევ კი არ ესე და გისურვება თუ ხელი ბოლომდე გაიშლებოდა და ამბობ. ჯო არა, კლავჭიდისთვის რომ მაინც ყველაფერს სულ შორის ლუკა შეჯიბრის პოლო პერიოდი რომ აქვს. უკვე მე რო ვცდილობ ხოლმე რაოდენობები მაქვს გასწრდილი და აუცილებლად აიგზნობა ამაში.
უფრო შეკრულ კუთხეებს აუცილებლად. ნობელობა აქ უფრო წამოიღო. იგივე სპეციფიკაში ხარ შენც? აუცილებლად. მყეს სჭირდება შედარებით უფრო მეტი დასვენება, ვიდრე კუნძს სჭირდება და შეჯიბრისთვის აუცილებელია რომ დაბალი წონები იყოს. შედარებით დაბალი წონები რომ მყესზე დიდი დატვირთვა არ იყოს და უფრო მეტი აღდგენა ქონდეს, ბევრი ფამფი. საგები. ამას ესე იგი ადიხარ მაინც ძიმე წონითაც აკეთებ. კი, ნუ 50 კილოს ამას რო გავაკეთებ, სასწავლო ფორმაში ვარ. აჰა, ანუ კი, მაგრამ სავარჯიშო წონაზე 30 კილოს ვაკეთებ. ანუ სავარჯიშოდ ყოველდღიურად როცა ვარჯიშობ 30 კილოზე ვარჯიშობ. სამუშაო წონა 30 კილოა. 30-35. აი, სხვა ვარიაციასაც შემოთავაზა ბიცეპსის თუ მეორეს ვარიაციას გაჩვენებ კიდე კი. აბა. მოდი გავხსნათ ეს. კი ბატონო. აი. ნუ მოკლედ შემდეგი ვარიაცია ბიცეპსის მუხლზე. მაგრამ აქაც თავისი სპეციფიკა რა არის ახლა. რასაც უყურებ, ზოგადად ხალხი ახლოს იდებს ხელს და ძირითადად ცდილობს ბოდიბილდინგის სტილში რომ მხოლოდ მხარე ანუ მხოლოდ კუნძზე წამოვიდეს დადვირთვა. ეს არის არაფერში არ გეხმარება. ანუ ბიცეპსში ხელის გადაწევის დროს მხარე თუ არ მიახმარე, არაფერში არ გეხმარება. და როგორ ვაკეთებ ახლა მე ოდნავ გარეთ მიდევს მხართან, ანუ შიგნით არა. ოდნავ გარეთ და ხელს ავშლი წინ. შეხედე? მხართან ერთად ახლოს შეკრულ მხართან ერთად დაბლა და აგერ ვაკეთებ მოძრაობას. მხართან ერთად მხოლოდ მხარი როდესაც კარგად დაგიმუშავე. იდაყვის ტოჩკას ქვედა მხარი, რასაც ქვია, ქვედა მხარს კარგად ამუშავებს და ხრის ადგილში და ძალიან დიდი ძალა გეტვირთება. ნუ რა თქმა უნდა ბიცეპსიც. შეკრულ ადგილში. ძალიან დიდი მოძრაობა არაა საჭირო. წინ მიყვები ბარძაღის შუა ადგილში. დაშვება კი ბატონო. და ამომა ხართან ერთად. კი ბატონო. უფრო წინ მხარეს რო დაუშვა აქეთ. ფეხის მხარეს. არა, აქეთ. აი, კი ბატონო. არა, აი ხელზე საჭირო. აი და შეგები. ხოლოდ ანუ ბიომექანიკა შევიგრძენი, ასეც რომ ანუ უშვებ რეალურად აქ. კი. და ამ სივრცეში და წინა დაწასაც კარგად ვიყავს. აქო? კი. აი შეხედე, შეკარი ხელი, შენი ხელი შეკარი და მხართან ერთად წამოიღე. ცოტა კიდე იქით, ფეხის მხარეს. შეხედე, ანით წამოყევი, დააწექი. ეს აქეთ ესე? პრონატორი უფრო გეჭიროს, ეგრე. კი ბატონო, კი ბატონო. უფრო მეტი პირამიდა შეკარი. აი ეგრე. ცოტა უკანა ეს. მიდი? როგორ? აი ეგრე. ამოვიდე? კი. აი ეგრე. კუთხე არ უნდა დაარღვდო, კუთხეზე უნდა დაგაწვეს, სახსარზე უნდა დაგაწვეს. აი, გზნობა, მაგრამ ხო, დასამუშავებელია წერტილი. ხელის მხართან ერთად მხარი თითქოს უნდა წამოწვეს რა ფეხზე. შეხედე? ხელის ამპლიტუდას კი არ შლის. ძანელა გააკეთე, ხელის ამპლიტუდას არ შლის ძალიან, უბრალოდ მიყვება ტანით. მოძრაობას მიყვება ტანით. ხო, მეც შე რას თქვი, ეგრე ვარ მიჩვეული და შიგნიდან ხო. კი. აკეთებს. კი ბატონო.
Always do it on my own, so I gotta get through it. And the only thing I know is to love what I'm doing. Never give up, never slow, till I finally prove it. Never listen to the no's, I just wanna keep moving. Keep my head up when I act, head up, that's a fact. Never looking back, I'ma keep myself on track. Keep my head up, staying strong, always moving on. Feel I don't belong, tell my thoughts to move along. Push myself to be the best, die with no regrets. Live with every breath, see my message start to spread. And I had so many dreams, then you hit your teens. Life ain't really what it seems, try to find out what it means. Always do it on my own, so I gotta get through it. And the only thing I know is to love what I'm doing. Never give up, never slow, till I finally prove it. Never listen to the no's, I just wanna keep moving. Yeah, I put out all this art, it's my only medicine. Yeah, everything I do, I'm just being genuine. Yeah, I'm sick of being screwed, feel my own adrenaline. Yeah, I do just what I do, and I hope you let me in, yeah. Grateful, oh yeah, able, oh yeah, I'm stable, oh yeah, no label, oh yeah, you know me, I have only a path, I'm lonely, but damn, I'm going to win. I don't want no fake love, I want the real stuff. Everybody listen up, cause I'll only say it once. I'm gonna show you all the path, if you want it bad. I'm gonna show you where it's at, yeah, how you can get it back. Yeah, cause I ain't never done, I'll be number one. Working hella hard until I get just what I want, yeah. Rises like the sun, yeah, fatal like a gun. Shooter's gonna shoot and I'm gonna shoot until I've won, yeah. Always do it on my own, so I gotta get through it. And the only thing I know is to love what I'm doing. Never give up, never slow, till I finally prove it. Never listen to the no's, I just wanna keep moving. Yeah, I put out all this art, it's my only medicine. Yeah, everything I do, I'm just being genuine. Yeah, I'm sick of being screwed, feel my own adrenaline. Yeah, I do just what I do, and I hope you let me in, yeah.
Always do it on my own, so I gotta get through it. And the only thing I know is to love what I'm doing. Never give up, never slow, till I finally prove it. Never listen to the no's, I just wanna keep moving. Keep my head up when I act, head up, that's a fact. Never looking back, I'ma keep myself on track. Keep my head up, staying strong, always moving on. Feel I don't belong, tell my thoughts to move along. Push myself to be the best, die with no regrets. Live with every breath, see my message start to spread. And I had so many dreams, then you hit your teens. Life ain't really what it seems, try to find out what it means. Always do it on my own, so I gotta get through it. And the only thing I know is to love what I'm doing. Never give up, never slow, till I finally prove it. Never listen to the no's, I just wanna keep moving. Yeah, I put out all this art, it's my only medicine. Yeah, everything I do, I'm just being genuine. Yeah, I'm sick of being screwed, feel my own adrenaline. Yeah, I do just what I do, and I hope you let me in, yeah. I'm grateful, oh yeah, able, oh yeah, I'm stable, oh yeah, no label, oh yeah, you know me, I have only a path, I'm lonely, but damn, I'm going to win. I don't want no fake love, I want the real stuff. Everybody listen up, cause I'll only say it once. I'm gonna show you all the path, if you want it bad. I'm gonna show you where it's at, yeah, how you can get it back. Yeah, cause I ain't never done, I'll be number one. Working hella hard until I get just what I want, yeah. Rises like the sun, yeah, fatal like a gun. Shooters gonna shoot and I'm gonna shoot until I won, yeah. Always do it on my own, so I gotta get through it. And the only thing I know is to love what I'm doing. Never give up, never slow, till I finally prove it. Never listen to the no's, I just wanna keep moving. Yeah, I put out all this art, it's my only medicine. Yeah, everything I do, I'm just being. მოკლედ, მივუახლოვდით დასასრულს. ხელებიც დასრულებულია. კარგად ვივორდშეთ, ვისპარინგეთ. მადლობა ლუკა. სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ. ძალიან ბევრი საინტერესო ვარჯიში ავიღეთ. კი და ძალიან საინტერესო და განსხვავებული მიდგომები ქონდა რა, ყველაფერთან დაკავშირებით და ვაფასებ. მაგას და ძალიან კაია რომ გაგვიზიარეთ ჩვენს და ჩვენ მაყურებელსაც. თქვენ შეგახსენებთ რომ დაალაიქეთ ვიდეო პირველ რიგში, გამოიწერეთ არხი. ეს არის ღილაკი გააქციურეთ. ასევე ქისაჯიზე არ გვითქვამს და გავახსენოთ. ახალი დონაცია იყო ვალამ დაგვიდონატა და მადლობა ძალიან დიდი ვალას და ყველა დონატორს. თქვენ შეგახსენებთ რომ თუ გინდათ რომ დაუდგეთ არხს გვერდში და განვითარებაში შეიტანოთ თქვენი წვლილი, შეგიძლიათ რომ აღწერაში იქნება ლინკი, გადახვიდეთ და ნებისმიერი ოდენობის ნახა დაგვიდონატოთ და თან შეგიძლიათ რამე კომენტარის დავურთოთ თან. ასევე წინა ვიდეოშიც განმეორდი, ჩვენი გამომწერებისთვის ფასდაკლებას ვაკეთებ პერსონალურ მომსახურებობას და ვარჯიშებზე. ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ჩვენი არხი გამოწერილი იქნება, 30% ფასდაკლებით პერსონალურად გავარჯიშებთ. რაც შეეხება, ლუკა, უგმესი მადლობა. არაფერს. სასწაული სპორტსმენი ხარ. მაშინას დავაფასე, ეხლა ვაფასებ რაღაცა განსაკუთრებულ დისციპლინით გამოირჩევ და მიდგომებით. მინდა რომ გისურვო ეს ის თვესტი ერთ-ერთი ყველაზე საშინელ კონკურენტთან გაქვს. არა, ანუ როგორც სახელით, ასევე აღნაგობით, ასე რომ თქვა და მინდა რომ თან საქართველოშია. ეს ზუსტად ჩვენ გულს როგორც გავუხარდება, ზუსტად ესეთი შედეგი დაგემთავრებინოს და რაც თავარია ტრავმების გარეშე. მადლობა უკას. წარმატებები ჩემს ისტრესიდან გამარჯვებული დაგვიგვინდი. მადლობა უკას. იქვე დაგხვდებით გამარჯვებისთვის. დაბრუნება არ დაგჭირდება. უგმესი მადლობა.